თუმცა ამ ყველა გადაწყვეტილებას იღებ, ძალიან დიდი დაფიქრება ჭირდება, ხო? თქმა უნდა. როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში უნდა შეხვიდეს, ვთქვათ? ეს გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ძალიან დღეს ვარ საკრებულოს წევრობის კანდიდატი. შენი აზრით ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ ხელა ნდობა რატო გამოგიცხადეს? ქართულ კოკოებში ძალიან პოპულარული ხარ. პატივია. შენ თავს საუბარი არ გიყვარს? დიდად არ მიყვარს. მე მაინტერესებს შეყვარებული თუ გყავს. ეხლა რო გითხრა, კი, რამდენ ხმას ვკარგავ წარმოიდგინე. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. როგორი გოგოები მოგწონს ეს? ქერაცის ვერთვალება ესეც ხუმრობით. არა, ამას არნაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ნოდო ბოკერია. ნოდო გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დღეს გვესტუმრე. მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოვა. მაყურებლებმა დაწერეთ კომენტარები, როგორ მოგეწონებათ და გამოიწერეთ არხი. შეგახსენებთ. ამის თქმა ყოველთვის მიჭირს ხოლმე რა და დასაწყისში ვილევ. პირველ რიგში წინასაარჩევნო პერიოდია და ამ თემით მინდა დავიწყო შენთან საუბარი. ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში დაკასახელა. შენი აზრით ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ ხელა ნდობა რატო გამოგიცხადეს? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მიყვარს შენი პოდკასტები, ხშირი მაყურებელი ვარ და დიდი მადლობა. შენს მაყურებელსაც მივესალმები. ძალიან დიდი პატივია, რომ ესეთი ნდობა გამომიცხადეს ამ ასაკში, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, რომ ჩემი საქმიანობით ჩვენ საყვარელ ქალაქზე ვისწრონო და მათ შორის იმედების გავამართლო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართული ოცნება და ზოგადად მათ შორის კახი კალაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების განვითარება და ისინი გვაძლევენ ჩვენ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ ჩვენი კონსტრუქციული მუშაობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. ასე რომ ხვდა ეს პატივი წილად და შევეცდები ყველანაირად ვიმუშაოთ, თავი არ დავზოგო და წარმატებასაც მივაღწიო. და როგორი არჩევნები იქნება შენი აზრით 4 ოქტომბერს? აქაც ორი სურათი უნდა განვიხილოთ, ხო? მათ შორის არის ერთი რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები და ჩვენ უყურებთ მათ ქმედებებს, მათ შორის მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. და აქეთ მეორე მხარეს ქართული ოცნება, რომელიც რა თქმა უნდა თავის საქმეს აკეთებს, საუბრობს იმ მიზნებზე, რომელიც განხორციელდება და იმ პროექტებზე, რომელიც განხორციელდება მათი არჩევის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდება. მაჟორიტარები მერი მუდმივად კომუნიკაციაში შედიან ხალხთან და ჩვენ საქმეს მიუყვებით. ნუ რა თქმა უნდა მეორე მხარე ცდილობს რომ მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია, თუმცა ვფიქრობ რომ ტურბულენტური გარემოს და მიუხედავად საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად ჩაივლის და 4 ოქტომბერს ხალხის სრული მხარდაჭერით ქართული ოცნება მიაღწევს ძალიან დიდ დამაჯერებელ გამარჯვებას. რომელ პოლიტიკოს თვლი ღირსეულ ოპონენტად პოლიტიკაში? ეს არის ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ეს თუ ჩვენ ხო რა თქმა უნდა სამწუხაროდ არ გვაქვს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. არა და თითოეული ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციური მხარეც იყოს კონსტრუქციული, მუშაობდეს აქტიურად, რადგან ეს არის ბიძგი მეორე მხარისთვის რომ მუდმივ განვითარების პროცესში იყოს. თუმცა დღეს რო ოპოზიციურ სპექტრს გადავხედოთ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ მათ ფაქტობრივად პოლიტიკასთან არაფერი კავშირი არ აქვს და თავის რაღაც სულ ქმედებებს მიყვებიან. შესაბამისად ესე ერთი პოლიტიკოსის დასახელება ძალიან გამიჭირდება. კიდევ ერთხელ განმეორდები, იმიტომ რომ ოპოზიციურ სპექტრში ცუდი სიტუაცია. თუმცა ესეც ერთ-ერთი ქვეყნის გამოწვევაა და ვფიქრობ დროის გასვლასთან ერთად წამოვლენ ახალი სახეები, ბუნებრივად გაჩნდება ხო ეს პროცესია, რომელსაც ქვეყანა გადის და შემდგომ უკვე გვეყოლება ის ოპოზიცია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კი ბატონო, მე რა მაინტერესებს, იცი? შემოთავაზება ერთია. გავიგე შემოთავაზა პარტიამ, მაგრამ როდესაც ამ ყველა გადაწყვეტილებას იღებ, ძალიან დიდი დაფიქრება ჭირდება, ხო? ხო ეგრეა. რა თქმა უნდა. და როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში უნდა შეხვიდეს, ვთქვათ. მე ვიზახი პოლიტიკური მოღვაწეობა. მე ვიზახი ყოველთვის ერთ რაღაცას, რომ არ გამჭირვებია მინდა გითხრა და ამის ერთი მარტივი არგუმენტი მაქვს. ჩემი პოლიტიკური მრწამსი არის პირდაპირ თანხმედრაში ქართული ოცნების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკასთან. ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნების საქმიანობას მივადევნებ თვალყურს და როდესაც ეს შანსი მომეცა რომ ჩემი პოლიტიკური ხედვებიდან გამოვიდე და მივეხმარო იმ გუნდს რომლის ხედვებს და პერსპექტივებს სრულიად ვიზიარებ, იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი. იმასაც ვიაზრებდი რომ მეორე მხარიდან წამოვიდოდა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იქნებოდა, კრიტიკა თუ ასე შემდეგ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გადადგა, უნდა გქონდეს გააზრებული ის ფაქტი, რომ
რამ ხარესაც არ უნდა წახვიდე, ეს მაინც აუცილებლად მოხდება და შენ უბრალოდ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაუთმო ამას ზედმეტი ყურადღება, შენ გაქვს შენი გზა, შენ გაქვს შენი კარგი საქმე და ამ კარგი საქმით შეგიძლია ძალიან დიდ მასას სიკეთე მოუტანო. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ძალიან მარტივი და დღეს ვარ საკრებულოს წევრობის კანდიდატი. პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგა. საინტერესოა, ვინ არის შენთვის მისაბაძე პოლიტიკოსი? ხო, ეს უკვე ძალიან მარტივი კითხვა. ხო, მოგისმენ. ძალიან დიდი ხანია უკვე მივადევნებ ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის საქმიანობას და ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია. და გეტყვით, რომ პოლიტიკა არის ძალიან სწორი ნაბიჯების გადადგმის ხელოვნება, ხო? ეს ნაბიჯები უნდა გადადგა და იწინასწარმეტყველო დაუშვათ 3-4 ნაბიჯით წინ უნდა გათვალო. აი ეს ირაკლი კობახიძეს აქვს უნიკალური და ირაკლი კობახიძის თაოსნობით ქვეყანა ძალიან ბევრი მაგარი რაღაც შეიძინა, ხო? გვაქვს ისეთი ეკონომიკური წინსვლა, რომელიც მათ შორის ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს არა აქვს. დღევანდელ турბულენტურ გეოპოლიტიკურ ატმოსფეროში ქვეყანაში კონდეს მშვიდობა არის ძალიან მაგარი რაღაც დამეთანხმებით და ზოგადად ამ მშვიდობას მოყვება უკვე ყველაფერი კარგი რამ. გამოვყოფთი ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, თუმცა ქართული ოცნების რიგებში არიან ძალიან ბევრი მაგარი პოლიტიკოსები, რომელზეც დღეს ქვეყანა და ქვეყნის განვითარება დგას. გასაგებია, ძალიან მომწურავი პასუხი იყო, ესე ვთქვა და მე გადავალ ცოტა სახალისო კითხვაზე. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში შენი რომელი პოლიტიკური განცხადების გამო გახდი პოპულარული? პოლიტიკური განცხადება არ იყო, უბრალოდ იყო გამოცხადება, ავედი სცენაზე და ეს ვიდეო გავარდა TikTok-ზე. არ ვიცი ვინ და TikTok-ი კაი პლატფორმაა, ზოგადად ახალგაზრდებზეა მორგებული და რაღაცა კარგი მუსიკა ედო, მგონი კასაბლანკა იყო, არ მახსოვს და ძალიან მაგარი კომენტარები წამოვიდა და Instagram-ზეც ყოველ ორ წუთში follow და ხო, ეგ გავარდა ძალიან და ვფიქრობ, კაი PR-ის საშუალებაა ეს შინაურულად რუილობა რაღაც. როგორი იყო შენი ბავშვობა? ანუ ადრეული ასაკიდან გქონდა ეს პოლიტიკო გადაწყვეტილი გქონდა? ნახე, რომ პოლიტიკაში უნდა ყოფილიყავი? ძალიან ადრეული ასაკიდან არა, მე ვიყავი მათ შორის სპორტშიც. ვფარიკავდი საქართველოს ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატი მაქვს ნაფარიკავები და საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი და ვფიქრობ, რომ წარმატება რო ქონდა მიღწეული, შენ თავის საუბარი არ გიყვარს? დიდად არ მიყვარს, მაგრამ აი ესეთ კარგ მეგობრულ გარემოში ძალიან ისე ვიხსნები. და ბავშვობაში ეგეც მქონდა მიზნად, რომ შეიძლებოდა სპორტში ეგრეთ წოდებული კაი ტიპი გამხდარიყავი, პოტენციალის მქონდა. და მაგზის ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, თითოეულმა ბავშვმა უნდა გაიაროს სპორტში რაღაც გარკვეული გზა, რადგან სპორტი გასწავლის იმუნარებს და იმ თვისებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისათვის, რომ წარმატებული იყო პოლიტიკაში, ბიზნესში, აზრი არ აქვს, ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება, ხო? მათ შორის გასწავლის წარმატება როგორ უნდა მიიღო და დამარცხებას როგორ უნდა მიუდგე, სწორად. თუმცა ამავდროულად სპორტთან ერთად ყოველთვის მიყვარდა სწავლა, რა, ძირითადად ჰუმანიტარული გონება მქონდა და დიდად სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ჩემით რო დამჯდარიყავი და ეგრეთ წოდებული self studying-ი მიმეღო, ბევრად უფრო კარგი ცოდნა მექნებოდა. და ჩემით ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაც სფეროებში გამეღრმავებინა ჩემი კომპეტენცია, მათ შორის ისტორიაში, მსოფლიო დიპლომატიაში და ასე შემდეგ. ძალიან ცელკი ბავშვი ვიყავი თავიდანვე, ანუ უძრაობა არ მიყვარს რა, ყოველთვის უნდა ვიყო მოძრავი, რაღაცა დრაივში უნდა ვიყო და აი ეგ არის ჩემი ცხოვრების სტილი ბავშვობიდან და დღესაც ესეთ კონდიციაში ვარ და ძალიან მიყვარს და ვაფასებ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების ინტერესს წარმოადგენდი გაეროში. დიახ. როგორი გზნობაა? ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. ეს მანდატი გულისხმობდა ორ რაღაცას. პირველი ეს იყო, რომ 1 წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს მასშტაბით დავდიოდი. ხდებოდი ახალგაზრდებს ძალიან ბევრი მაგარი ახალგაზრდა გავიცანი, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეუძლია შეიტანონ ქვეყნის საბოლოო განვითარებაში. გავიგე მათი პრობლემები, ის ყოველდღიური საჭიროებები და ვფიქრობ, იყო ძალიან მაგარი საქმე. თუმცა მეორე ნაწილი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოზე გამოსვლა სიტყვით და როდესაც ხვდებინო 21 წლის ასაკში ამხელა პლატფორმა გეძლევა და შენ შეგიძლია რომ შენი ქართველი ახალგაზრდების მესიჯი გააჟღერო ამხელა პლატფორმიდან იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუმცა ამ პასუხისმგებლობას აი იმ საქმისადმი სიყვარული აბალანსებდა და იქ ნერვიულობის ფაქტორიც აღარ იყო და ვცდილობდი რომ მაქსიმალურად გამომეყენებინა და ამომეწურა ეს ჩემი ერთწლიანი მანდატი. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო, საომალოდაც გამოვიყენებ ამ შეძენილ ცოდნესა და გამოცდილებას და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმ ახალგაზრდებთან დამიმყარდა ძალიან მჭიდრო კონტაქტი, აი დღესაც რო აქტიურ მიმოწერაში ვარ და ვფიქრობ რომ საერთო საქმის გაკეთება შეგვიძლია ძალიან ბევრის.
გაეროში წარმოადგენდი ახალგაზრდების ხმას. მე მინდა 1 წუთის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს მიმართო რაიმე რჩევა-მიცი. მადლობა პირველ რიგში ამ შესწრებლობისთვის. ერთ ძალიან მარტივ მესიჯს გაუგზავნიდი, რომ ხვდა პატივი დაუბადებულიყავით საქართველოში და ხვდა პატივი იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ძალიან პატარა პაზლი დავდოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და საბოლოოდ მივიღოთ დიდი სურათი, რომელსაც ჩვენი სამშობლოს განვითარება და წინსვლა ჰქვია. ასე რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დრო გამოვიყენოთ სწორად, გავიღრმავოთ კომპეტენცია ჩვენ სფეროში, გავატაროთ დრო ჩვენი სამშობლოს სიყვარულში და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო საქმით ყველაფერი გამოვა. მადლობა. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს. შენი აზრით რა მთავარი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს დიპლომატი? ძალიან საინტერესო კითხვა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს და მე ვიცი რომ აინტერესებს. პირველ რიგში აუცილებლად კი, პირველ რიგში უნდა გქონდეს ძალიან დიდი ცოდნა. იმიტომ რომ როცა ხარ დიპლომატი, უნდა გქონდეს შენი აზრი, შეხედულება, მაგალითად სოფლიოს სხვადასხვა მოვლენებზე ასე შემდეგ. ამ ყველაფრის საუკეთესო საშუალება, რომ ეს ყველაფერი მიიღო, არის რა თქმა უნდა კითხვა. იმიტომ რომ როდესაც შენ ძალიან ბევრ სხვადასხვა სიტუაციას გაიცნობი, თუნდაც წიგნიდან, მათ შორის წარსულის გამოცდილებას, შენ გიყალიბდება მოქმედების ძალიან დიდი სპექტრი, ხო, სამომავლოდ. დიპლომატისთვის აუცილებელია, რომ put your feet in your shoes, რასაც ქვია რა, ჩვენ რო ეხლა ვზივართ, თუ მინდა რომ მე ჩემი საწადელი მივაღწიო და შენ სხვა აზრზე ხარ, მე გადმოვალ შენ მხარეს დავждები და შენი კუთხიდან შევხედავ რაღაც სიტუაციას. ყოველთვის შენს ადგილას დავაყენებდი თავს და საბოლოოდ შენ ინტერესებს გავიგებდი და დაბრუნების შემდეგ მოვერგებოდი ამ შენ ინტერესებს. დიპლომატს უნდა ესმოდეს, რომ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის და როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, შემდგომ თავისი სწორი სიტყვით და სტრატეგიით საერთო კონსენსუსამდე მისვლა, ხო? ეს არის ძალიან აუცილებელი. კომუნიკაბელური უნდა იყოს დიპლომატი. ეს არის დიპლომატიის პირველი წესი, რომ რაღაც დიდ შეხვედრებზე არასოდეს არ დარჩე მარტო და მაქსიმალურად უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიცნო, რადგან კონტაქტები და ნეტვორკინგი დიპლომატიისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი უნარია, თუმცა ამას გამოვყოფდი და ძალიან მაგარი საქმიანობაა ზოგადად, იმიტომ რომ შენი სიტყვით შეგიძლია შენ ქვეყანას ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანო და დღეს ვფიქრობ, რომ დიპლომატია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი, როგორც უკვე აღვნიშნე, турბულენტური ან პოტენციური საომარი კერაა და ერთ-ერთი ასპექტი, რომელსაც ამის გაჩერება შეუძლია, სწორედ კარგი სიტყვა და დიპლომატია. და სხვა ქვეყნის დიპლომატებს როგორ ესე ვთქვათ უხსნიდი, როგორი ქვეყანა იყო საქართველო, რა შეუნებოდი პირველი ეგ მაინტერესებს. სხვადასხვის სხვა ქვეყნის დიპლომატებთან არ მჭირდებოდა იმის ახსნა თუ რა ფასეულობები აქვს საქართველოს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ბოლო წლები დაგვეხმარა ქვეყნის პოპულარიზაციაში და მაგალითად ავიღოთ სპორტი, ხო? იქ ძალიან ბევრი ჩვენი სასახელო სპორტსმენის წარმატება მოიტანა ის, რომ დღეს საქართველოს თითქმის ყველა იცნობს. თუმცა ძირითადად სანამ მე თვითონ რამეს ვიტყოდი, იყო ესეთი შეფასება, რომ შენ საქართველოდან არ ხარ, ღვინის ქვეყნიდან, შენი კულტურა, ცეკვა, სასწაული რაღაცა. ასე რომ ფიქრობ, რომ არაფრის ახსნა არ მჭირდებოდა. ყველა მიცის საქართველოში ძირითადად ეს შიდა პოლიტიკური ამბები მიადევნებენ თვალს, ხო, საინტერესო ქვეყანა ვართ, მათ შორის გეოგრაფიულად და ყველას ეგრეთ წოდებული ინტერესის სფერო ვართ, ხო? შენ რო გეუბნებოდნენ, რომ შენ საქართველოდან არ ხარ, როგორი გზნობა იყო პირდაპირ. ძალიან მაგარი. აღშფოთებული სახით რო გეუბნება უცხოელი ადამიანი, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნოა და მართლა გულწრფელად გამიხარდა, რომ ჩვენ კულტურაზე ქონდა ძალიან მაგარი ცოდნა. ასე რომ დიდად არაფრის ახსნა არ მჭირდებოდა. ყველაფერი იცოდა. 2023 წელს დუბაის დიპლომატიური სამიტის გამარჯვებული ხარ. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, თან ადრეულ ასაკში, ესე ვთქვათ. და შენ რას თვლი, ყველაზე დიდი გამარჯვება შენ ცხოვრებაში რა არის? ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც არის ის, რომ დღეს ვარ ქართული ოცნების წევრი. ანუ ნახე როგორი სიტუაცია, მე მოვიგე დუბაიში სოფლიოს დიპლომატიური კონფერენცია, ამ ასაკში იყო დაახლოებით 150 მონაწილე 50 ქვეყნიდან, ძალიან სერიოზული ჟიური, ასე შემდეგ და ძალიან გამეხარდა. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო და ამან ბევრი რაღაც შემძინა ცხოვრებაში. თუმცა დღეს მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომლის ხედვებსაც სრულიად ვიზიარებ, ჩემს ქალაქზე ვიზრუნო. ამაზე დიდი გამარჯვება არც იქნება, ხო, ალბათ. ესეთი შანსი მომეცა და ფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, როდესაც შემომთავაზეს, რომ თუ გინდა შემოგვიერთდი. და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ამ ეტაპზე რა არის? შენი აზრით საერთაშორისო ასპარეზზე?
ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დაკავშირებულია ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან. დღეს არის ძალიან ბევრი პოტენციური საომარი კერა, როგორც აღნიშნე და მათ შორის დღეს საქართველოს უპირისპირდება ძალიან დიდ და ძლიერ ძალებს. ამას შეგვიძლია დაუზახოთ ევრობიუროკრატები, deep state, გლობალური ომის პარტია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ძალებს აქვთ თავისი ინტერესები საქართველოში, ხო? ერთ-ერთი ასეთი ინტერესი იყო, რომ მათ აწყობდათ, წარმოგიდგენთ, მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, რომ პროქსი ომის ფარგლებში რუსეთი დაესუსტებინათ და ასე რომ ვთქვათ, მათი რესურსები გაიფლანგათ. ამისათვის უნდათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება. ეს დღემდე რჩება გამოწვევად, თუმცა საბედნიეროდ ჩვენი მთავრობის ფარგლებში და ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ეს წარმატებულად არის არიდებული და დარწმუნებული ვარ ასევე იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, ჩვენი გზა, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური წინსვლა და უნდა შევქმნათ ის პირობები, რომელიც საბოლოოდ აისახება თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე. ძალიან ბევრი გამოწვევაა უკვე აღნიშნე გეოპოლიტიკური, ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევას საბოლოოდ ეკონომიკური გამოწვევა ემატება მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, ხო, ანუ ეკონომიკას ყველაზე მეტად აზიანებს ქვეყნის შიგნით ეს პროცესები, რაც მაგალითად კიდევ ერთხელ განმეორდები მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა, ხო? თუმცა ეს პატარა ტურბულენტობაც მორჩება და საბოლოოდ ჩვენი ყველას ყურადღება და მიზანი იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში გქონდეს უწყვეტი განვითარება, ხო? ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარებას თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუმცა წარმატებით უმკლავდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება. ქართულ პოლიტიკაში ჯენზი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხარ. როგორ ფიქრობ, რამდენად მზად არის ჯენზი თაობა ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობისთვის? აი როგორც უკვე ვახსენე, გაეროს მანდატის პერიოდში შევხვდი ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას, ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდას და ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს არ იშურებენ იმისათვის, რომ თავისი ყოველდღიური საქმიანობით, რაღაცა გარკვეული პროექტების შესრულებით, ასე შემდეგ, ქვეყნის განვითარებისთვის შეიტანონ თავიანთი წვლილი. ამ ერთი წლის მანძილზე განხორციელებული შეხვედრების შედეგად მათ შორის ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური საუბრები, ხო, გავცვალეთ იდეები და მინდა გითხრათ, რომ ჯენზი თაობაში ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკურად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი და რაც მთავარია, მათ არ ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება და საბოლოოდ უფრო მეტ ახალგაზრდას ვიხილავთ პოლიტიკაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება არის ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ძალა და მუდმივად ცდილობს შექმნას ის კონდიციები, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს თავის საქმიანობის განვითარებაში. ჯენზი თაობა, ჩვენი თაობა, მეც ჯენზი ვარ. ჯენზი თაობა, ჩვენი თაობა. დედამიწას როგორც გახდი შენი აზრით? უფრო ინოვაციურს, რა თქმა უნდა. ჩვენ თაობას აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, რომ შეგვიძლია კრეატიულად აზროვნება და შეგვიძლია სიახლეების მიღება. და აი მაგალითს გეტყვით ხელოვნური ინტელექტი, ხო? ძალიან დიდი სიახლეა მათ შორის ძალიან ბევრი უფრთხის ხელოვნურ ინტელექტს, რადგან როგორი ტენდენციაც წამოვიდა, რომ შეიძლება შეანაცვლოს სამსახურები, ნუ ძალიან დიდი შიშია, ხო? ყოველთვის სიახლის მიმართ საზოგადოებას აქვს შიში დამეთანხმებით. თუმცა ჯენზი თაობა მოახერხა ის, რომ მაგალითად მსოფლიოს მასშტაბით მათ მოახდინეს ხელოვნური ინტელექტის სათავისოდ გამოყენება, შექმნეს ძალიან მაგარი ბიზნესები, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ხელოვნურ ინტელექტს ქვეყნის ეკონომიკაში, ხელოვნური ინტელექტით დაპროგრამებულ ბიზნესებს ქვეყნის ეკონომიკაში შეაქვთ ძალიან დიდი წვლილი. მათ შორის საქართველოშიც ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აზროვნებენ ინოვაციურად და ამ სფეროში აქვთ ძალიან ბევრი წარმატებული სტარტაპები. ვფიქრობ, დროის გასვლასთან ერთად ისინიც განვითარდებიან, ეს სტარტაპებიც განვითარდება და მათ ექნებათ თავიანთი ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური როლი ქვეყნის განვითარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ინოვაციური გარემოს შექმნა და ამისთვის მაგალითად სტარტაპებისთვის ეხლა იყო პროგრამა 3 წლის განმავლობაში ისინი იბეგრებიან 0%-ით. ანუ საგადასახადო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშია ძალიან დიდი გადასახადები, თუმცა ამ ინიციატივით ვფიქრობ, რომ ძალიან ხელი შეეწყობა ამ სტარტაპებს, რომლებიც ჩამოაყალიბებენ საქართველოს როგორც ტექნოლოგიურად ძალიან მაგარ ქვეყანას. გასაგებია. მოკლედ, პოლიტიკაზე ბევრი ვისაუბრეთ და ეთერშიც ხშირად საუბრობ შენ პოლიტიკურ შეხედულებებზე და შენ საქმიანობაზე. მოდი ახალგაზრდებს რომ ცოტა სხვანაირად დავანახოთ. შენი თავი მე მაინტერესებს, აი, თავისუფალი დრო როცა გაქვს, ვიცი რომ არ გაქვს ძალიან ცოტა დრო გაქვს მაგისტრის, მაგრამ რითი ერთობი ხოლმე, ჰობი რა გაქვს? აი, ჩემთვის რელაქსის პირველი საშუალება არის ჩემს საყვარელ სამეგობრო წრესთან ერთად გასვლა და კარგი დიალოგი რაღაც სხვადასხვა ადგილებზე
ხდებით, ვერთობით ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში სამეგობრო წრეს აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა და მათ შორის აი ეს ემოციური განტვირთვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის საუკეთესო გზა ამისთვის არის ჩემი სამეგობრო წრე. გარდა ამისა, მიყვარს ძალიან ფეხბურთი. ფიქრობ, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ? ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, ბავშვობიდან მათი საფეხბურთო ფილოსოფიიდან გამომდინარე და ჩემთვის არის ფეხბურთი ემოციებისთვის ყველაზე მაგარი რაღაც. ანუ თუნდაც რო გავიხსენოთ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორია, ხო? ანუ მთელი ქვეყანა იყო ქუჩაში გამოსული, სიგნალები და ანუ უცხო ადამიანი მოდიოდა, გილოცავდა, გეხუტებოდა, მღეროდით, სასწაული რაღაცა. აი ამ ემოციების გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ფეხბურთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი საყვარელი სპორტი, რომელსაც ალბათ უყურებ ყოველთვის, როდესაც დრო მაქვს. ბავშვობიდან ვარ ბარსელონას გულშემატკივარი. ნუ მესი იყო ჩემთვის აი ერთი პერიოდი კუმირი და ვცდილობდი ამეგო როგორ შვებოდა ეს ადამიანი ასეთ გადაცემებს, დრიბლინგებს, დარტყმებს, ნუ სასწაული IQ მოთამაშეა ხო? ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი. FIFA-ს თამაშობ. ესეც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. რომელიც ბარსელონას ხო? კი, დიდად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობდა ნელ-ნელა ვიხვეწები. ჩვენ შეგიძლია ჩაწერის მერე ვითამაშოთ. აუცილებლად. კი ბატონო. მაგრამ მაღალი სტანდარტები მაქვს, ანუ რაღაცები შემილია. ხო, გარდა ამისა მიყვარს ძალიან წიგნის კითხვა. კი ბატონო. ვფიქრობ, რომ ჩემ პროფესიაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს ერთად პროფესიული წიგნების კითხვა, არ მიყვარს მხატვრული ლიტერატურა სამწუხაროდ, ამასაც რა თქმა უნდა თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. სიტყვების ლექსიკის მარაგი უფრო მეტი წარმოსახვის უნარი, თუმცა სამწუხაროდ ამ ჟანრზე ჯერ ვერ გადავედი, მაგრამ აუცილებლად მაქვს რაღაცა გარკვეული ლისტი, რომელსაც გავუყვები და იქ მხატვრული ლიტერატურაც ძალიან ბევრი იქნება. სერიალებს უყურებ ხოლმე? ძალიან მიყვარს. ძალიან. რომელია საუკეთესო სერიალი შენთვის? მე ვიზახი რომ სიტკომი არის ძალიან მაგარი რაღაც. აი რომ დაჯდები, დაღლილი და გაიცინებ ამ სიტკომებზე, ხო? რომელი სიტკომი გიყვარს ყველაზე? Friends-ი არის ჩემი ბავშვობის სერიალი. წარმოვიდგინე დაახლოებით 11 სეზონი აქვს და მაგ 3-ჯერ ნანახი ეს 11 სეზონი. როგორ შევხვდი დედა თქვენს თუ გაგიკია, ძალიან მაგარი და ეს მარტო სიტკომი კი არ არის, ანუ ძალიან ბევრ ემოციას გაძლევს და გაკვეთილს გაძლევს რა. ურთიერთობების თემაში, სამეგობროს თემაში და ყოველთვის როცა დრო მაქვს, შემიძლია დავჯდე და Friends-ი 5-ჯერ 6-ჯერ ახლიდან გადავუხიო და უყურო. აი ხა რომ მკითხო ჩემი საყვარელი ეპიზოდები მაქვს, რომელ სეზონში რომელი ეპიზოდი, აი ძალიან სხვა არის ჩემთვის რა. Friends-ი თუ ესე ძალიან გიყვარს, შუა ქალაქსაც უყურებ დარწმუნებული ვარ. უყურებ. შუა ქალაქი ჯერ და მე Friends-ი მაშინ ესე ვთქვა. კი, ჩვენ დროს ეგრე იყო. შუა ქალაქმა შექმნა თავისი ეპოქა. არ არსებობს ალბათ საქართველოში ადამიანი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ერთხელ საღამოს შუა ქალაქს არ ჩაჯდომია, ხო? ამ თითოეულმა ადამიანმა შუა ქალაქის პერსონაჟმა შექმნა თავისი ძალიან მაგარი storyline. ანუ შუა ქალაქი არის სასწაული. დღესაც რო გადის ისე იმედზე როცა უყურებ ხოლმე ბავშვობა მახსენდება სულ რა. აი ხო გაქვს ესეთი სიტუაცია, რომ რაღაც რომ მიირთმევ, რაღაცა უნდა ჩართო, აი შუა ქალაქს რო ჩართავ. ოღონდ ეს იყო ადრე სეზონი რაც დაიწყო, აი ლაშა, სანდრო და ირაკლი და ესენი და მერე უკვე პაატარო შემოვიდა აქტიურ პერსონაჟად. ეგეც სასწაული იყო. აი ძალიან წიგნები ახსენე. რას ფიქრობ აი ჩვენ Gen Z თაობას, რომელი წიგნი უნდა გქონდეს აუცილებლად წაკითხული, როგორც წიგნების მოყვარული. მე ზოგადად მიყვარს ისევ ჩემს სფეროს ოდნავ დაუბრუნდები. ეგეც ძალიან მაგარი დიპლომატი იყო ჰენრი კისინჯერი. დიპლომატიის ისტორიის მასტერი ალბათ და მას აქვს ძალიან კარგი წიგნი დაწერილი მსოფლიო წესრიგი და დიპლომატია. ვფიქრობ რომ თუ გინდა რომ დღევანდელ პროცესებს რაღაც გარკვეული მუღამი დაუჭირო და უფრო სხვა კუთხით შეხედო, აი ეს ორი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. მეტნაკლებად კი. ყველაზე მეტად რომელი სამზარეულო გიყვარს? აუცილებლად უცხოური უნდა თქვა თუ გულწრფელპასუხი რა თქმა უნდა. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ღირებულება არის ქართული სამზარეულო. ნებისმიერი კუთხის სამზარეულო, მაგრამ მე გახლავართ ბოკელია. მეგრელი ხარ? აბაშიდან და მეც ვარ, შეგვიძლია. მაშინ დამეთანხმები და ძალიან ბევრ საერთოს ვიყავ. მეგრულ სამზარეულოზე მაგარი, პატივისცემა სხვა სამზარეულობის მიმართ, მაგრამ მეგრულ სამზარეულოზე მაგარი არაფერი არ არსებობს. საყვარელი კერძი რომელია მაშინ მეგრულ სამზარეულოზე რომ ჩაუღრმავდით? LRG, ოღონდ მეგრელის გაკეთება. LRG-ის გაკეთება, ეხლა მე სამეგრელოში რომ ჩავდივარ, LRG-ის გაკეთება აქვს ხელოვნების დონეზე აყვანილი. ანუ LRG რო ესე იწელება და იმას რო უყურებ და აი მოლოდინის პროცესი რო აქვს, რომ
მალე აღმოჩნდეს ეს ჩემ თებზე, ხო? სასწაული კერძები აქვთ. ცხარე მიყვარს მათ შორის ძალიან და ამიტომ მეგრული სამზარეულო ვფიქრობ არის ჩემთვის პირველი. გარდა მეგრული სამზარეულოსა, იტალიური სამზარეულო მიყვარს ძალიან, ხო? პასტა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი. მაგრამ იტალიური ყოველთვის იქნება მეორე ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი უნიკალური კერძები. აი, ხინკალი აიღე. ძალიან მარტივი კერძია. არაფერი ძალიან რთული გასაკეთებელი ასე შემდეგ, მაგრამ ამ სიმარტივეშია გენიალურობა. ну რა უნდა ვთქვით გაგვიმართლა რომ ესეთი მაგარი კერძი დასვენებასაც გიყვარს ხომ მე ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ვეუბნები რომ სხვა ქვეყანაში კი არა მოდი ჩვენ ქვეყანაში დავისაუბროთ რომ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ისეთი სადაც რა ვიცი უნდა გამოვაჩინოთ პირველ რიგში ეს ჩვენი ლამაზი ადგილები და ჯერ უნდა ვნახოთ ჩვენ თვითონაც იმიტომ რომ ქვეყნის გარეთ კი არა ჯერ შიგნით უნდა ვნახოთ ყველაფერი შენ სადისვენებ ხომ საქართველოში თუ საიდუმლო არ არის ჩვენი შეხედულებები მაგრად ემთხვევა ერთმანეთს და გეტყვი ხა რატო ყოველთვის საყვედურობ ჩემ მეგობრებს რომ მიდიხართ უცხოეთში სამოგზაუროდ ნუ ძალიან მაგარი ექსპერიენსია მაგრამ ჯერ საქართველოს არ გინახავს ბოლომდე და მართლა რამდენი ისეთი ადგილია რომელიც აი აუცილებლად უნდა ნახო რა და რაც უფრო ადრეულ ასაკში ნახავ მით უფრო მაგარი გამოცდილება მე ყოველთვის ვცდილობ რომ საქართველოს მასშტაბით რაღაცა სირეტური მოვაწყო ვნახო ახალი ადგილები მთაშიც სხვაზეც თუმცა განმეორდები სამეგრელოში ჩასვლა იქ მეგრული სიმღერა, მეგრული კერძები და ის შინაურული ატმოსფერო ჩემთვის ყველაზე მაგარი რაღაცაა. ასე რომ გეთანხმები საქართველოს უნდა ვნახოთ ჯერ ბოლომდე და შემდგომ შეგვიძლია გავაგრძელოთ უცხოეთში. თუმცა ისეთი ბევრი ადგილია და იმდენი მაგარი ადგილია, რომ ჯერ ამისთვის დრო გვინდა. და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ როცა დრო მაქვს საქართველოს მასშტაბით ვნახო აი ეგეთი ადგილები. მაგრამ მაინც მაყურებლებს ურჩევდით რომ ჩამოვიდნენ სამეგრელოში. აუცილებლად. თავშიც გითხარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები ქართველ გოგოებში ძალიან პოპულარული ხარ. პატივია. და მე მაინტერესებს შეყვარებული თუ გყავს. ეხლა რო გითხრა, კი, რამდენ ხმას ვკარგავ წარმოვიდგინე. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. შეყვარებული არ მყავს ამ ეტაპზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მამაკაცისთვის არის რომ იპოვოს ძალიან მაგარი მეორე ნახევარი. იმიტომ რომ ყველანაირად წინ წაგზავს. ვფიქრობ, რომ მალე დამიდგება ეს ეტაპიც და ამ ხარეშიც მივახცევ ჩემ რაღაც გარკვეულ წარმატებას. ასე რომ ნახოთ, როგორი გოგოები მოგწონს ეს? პირველ რიგში უნდა მემთხვეოდეს აი ამ შეხედულებებით რა. უნდა გქონდეს რაღაცა საერთო ინტერესი, რომ შემდგომ უკვე სასაუბრო თემა მოყვეს ამ ყველაფერს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქერაც ისვერთვალება ესეც ხუნობით. არა, ამას არნაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ მაქვს ეს ერთი პროტოტიპი ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრნაირი ტიპის ქალბატონი მიზიდავს, თავარია რომ აი ეს რაღაც საერთო ღირებულებები გქონდეს, კარგად დაგვიწყოს ურთიერთობა, კარგი კომუნიკაცია შედგეს და ვფიქრობ რომ ესეთიც მალე გამოჩნდება. და ყველაზე მეტად ადამიანში რას აფასებ? აი არის თავარი, დობის საკითხს რა გიჩვენს ხოლმე ადამიანთ. ზუსტად აი ეგ ფაქტორი რა, ნდობა. დღევანდელ სიტუაციაში ნდობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და დობის მოპოვებაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ანუ ჩვენ ადამიანები ყოველთვის უნდა ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად ერთმანეთს გავუყაროთ აი ეს ნდობა, რომელიც გაგვაჩნია ზუსტად ერთმანეთის მიმართ. ნდობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. როდესაც ყავს გვერდზე ადამიანი, რომელსაც ენდობი, შეგიძლია დაჯდე და აი ეს შენი რაღაცა რაც გულში ნახავ, ხო მართლა დაჯდე, გაუზიარო და იცი რომ ბოლომდე შენი ერთგული იქნება და სადაც საჭირო იქნება იქ დარჩება ის თემა. ამაზე მნიშვნელოვანი არ არის მართლა არაფერი. ადამიანს თუ ენდობი, შემდგომ უკვე ყველაფერი არის დროის საკითხი და ყველაფერი უკვე მიყვება და აიწყობა იდეალურად. ნდობა პირველ რიგში. ბოლოში რო გავიდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა ტოპ 5. მე მინდა დაასახელო თანამედროვეების ტოპ 5 ქართველი. აი ძალიან რთული მისია მომეც, იმიტომ რომ იმდენი მაგარი და გამოჩენილი ადამიანი ყავს, 5 გამიჭირდება. ჩამოვთვლი 5-ს, ოღონდ ერთი პირობით რომ ქრონოლოგიას ყურადღება არ მივაქციოთ. ბატონო. რა თქმა უნდა, დავიწყებ ბიძინა ივანიშვილით, ადამიანმა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს ბედი, შემოვიდა ძალიან რთულ ბრძოლაში, მიაღწია წარმატებას, განახორციელა არაერთი საქველმოქმედო საქმიანობა და ქვეყანა დააყენა სწორ გზაზე. მისივე გუნდის ერთგული წევრები ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დღევანდელი სწორი პოლიტიკის ავტორები გამოყოფდი არაერთ სპორტსმენს, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას, აი რომ ახსენე რომ საქართველოზე ყველაფერი იცის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება. ქართველი იყო მეორე ქართველი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს გუნდში. დაჯილდოებაზე გამოვიდა, აწია ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიტული და ხრებზე ჰქონდა საქართველოს დროშა. ძალიან მაგარია. გამოყოფდი ილია თოფურიას, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტილის ადამიანი, ისევე როგორც MMA-ის სტილს ვიძახი, ისედაც ძალიან მაგარი სტილი აქვს
და ძალიან მიხარია რომ ილია თოფურია ამაყობს რომ არის ქართველი ყოველთვის უსვამს ხაზს რომ ის გამოდის საქართველოს სახელით და ჩვენს გვეამაყება ხო ასეთი მებრძოლი. ნუ ზოგადად სპორტში ძალიან მაგრები ვართ UFC-ს 2 წონის ჩემპიონი არის სწორედ ქართველი. ასე რომ ამ ადამიანებს გამოვყოფთ. დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ დღეს გვესტუმრე ამ საინტერესო ინტერვიუს ჩაწერისთვის ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა გისურვო წარმატებები, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც ქართველ ადამიანს ხედავ ახალგაზრდა ქართველ ადამიანს ხედავ პოლიტიკაში. იმიტომ რომ სულ ჯერა იმის რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ყოველთვის იქნება ახალგაზრდების სპიკერი. და ამაში დარწმუნებული ვარ, მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვო და მაყურებლებს ვეთქვი რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო შენ გადაცემას გაუმარჯოს. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნოდო ბოკერია.